ნინო მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები მაყურებელს. არანაირი სამართლებრივი ფასი ამ ჩვენებებს, ამ საქმეს ზოგადად სამართლებრივად თუ შევხედავთ, არ აქვს, მტკიცებულებები არაა და შესაბამისად არანაირი შემთხვევაში სამართლებრივი მტკიცებულებები არაა, მაგრამ მოდი გავყვეთ თუნდაც დღევანდელ დღეს და დღევანდელ სიტუაციას. მე სულ ყოველთვის მაინტერესებდა და ზოგადად ამ საქმე, ზოგადად მაინტერესებდა და გვაინტერესებს 37 წელი თუ როგორი იყო, რა ხდებოდა, კი ვკითხულობდით, მაგრამ რატომღაც ასოციაციები გამიჩნდა, გამიცოცხლდა ეს ყველაფერი, თუ რა ხდებოდა 37 წელს, როდესაც მიმდინარეობდა ამ შემთხვევაში პროცესები და ასევე ცნობილი ფილმის მონანიებიდან იქ სასამართლო პროცესები და იქ მიმდინარე სიტუაციები, მძიმეა ამ ყველაფერს რო უყურებ, როგორც არა მარტო ადვოკატი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მძიმეა აი ამ ყველაფრის ყურება. ახლა გავყვეთ და თქვათ, კი ბატონო, ეს არის საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლი, სადაც პირდაპირ არის და საქართველოს კონსტიტუცია არ არის ამოგდებული საქართველოს კონსტიტუციიდან 78 მუხლი. ერთიანი ნაწილია, სადაც საუბარია, რომ სახელმწიფო ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ საქართველოს ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში და ევროკავშირში, ამ შემთხვევაში გაწევრიანებისა და ინტეგრაციისათვის. დღეს დაკითხული მოწმეები ყოველთვის ხას უსვამდნენ, აბსოლუტური უმრავლესობა, მე არ მინდა ხა ზოგადად სიტყვები, სიტყვასიტყვით შეიძლება ეს არ გაიმეორო ადამიანმა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აი მაგალითად შაქარაშვილმა, ბატონმა შაქარაშვილმა განაცხადა, რომ მუშაობდნენ და მოქმედებდნენ საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლის წინააღმდეგ ამ შემთხვევაში. ხო წარმოგიდგენიათ, არა, ეს არის საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს კონსტიტუციის იმპერატიული მოთხოვნა არის აქ და ამასთან დაკავშირებით მე უბრალოდ იქ ამ დაკითხვების დროს ერთხელ მივაქციე ყურადღება პროკურორს და მეუთხარი ალბათ უსმენთ ამ ყველაფერს თქვა. ანუ ესე მე ჩემი კითხვები იყო და ჩემი კოლეგების კითხვები იყო, იყვნენ თუ არა მომხრე, ან წინააღმდეგი იყვნენ, უпростоრად წინააღმდეგი იყვნენ თუ არა საქართველოს გაწევრიანების ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ნატოში ამ შემთხვევაში, რაზეც თქვეს, რომ შაქარაშვილმა მაგალითად, ასევე სხვებაც თქვეს, რომ ის წინააღმდეგი იყვნენ, ისინი წინააღმდეგი იყო გაწევრიანების, საქართველოს გაწევრიანების. შემდეგი კითხვა იყო, რუსეთი წინააღმდეგი იყო თუ არა საქართველოს მათ მსგავსად დაუშვათ მათი პოზიციის გამო, რუსეთი ხო არ იყო წინააღმდეგი, იყო თუ არა წინააღმდეგი საქართველოს გაწევრიანების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ნატოში. რასაც თქვეს, რომ კი წინააღმდეგი იყო. ეს ჩემი მამუკა ხაზარაძე, ამ შემთხვევაში მე მამუკაზე და ბადრიზე ვილაპარაკებ და მამუკა და ბადრი სამართლდებიან რისთვის ხალხო? ხო წარმოგიდგენიათ, არა, რას ედავებიან საერთოდ მტკიცებულებებზე თუ მოგეთ დანარჩენიც. მივდივარ, იმიტომ რომ უბრალოდ როგორც კი ბატონო, დიახ, იმიტომ საუბრობ, რას ედავებიან ამ ადამიანებს? არაფერი საერთოდ მტკიცებულებების საქმეში არ არსებობს. ადამიანებს ედავებიან ისეთ რაღაცებს, რაც მაგალითისათვის ახლა ეგრე გეტყვით აგერ. ხალბატონ ნანა კაკაბაძეს დაუსვი კითხვა. მაგალითისათვის, რა კავშირი ჰქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, USAID-თან ქონია ურთიერთობა მითხრა, IRA-ისთან, NDI-ისთან ქონია ურთიერთობა და მათ შორის ზოგთან საგრანტო ამ შემთხვევაში ურთიერთობები. ასევე დაუსვი კითხვა სოროსის ფონდთან დაკავშირებით, ქონდა თუ არა ურთიერთობა და როგორც მახსოვს, მან თქვა, რომ ინიციატორიც კი იყო საქართველოში, რომ სოროსის ფონდში შემოსულიყო. ხო წარმოგიდგენიათ, არა? და ანალოგიურს ედავებიან ამ შემთხვევაში დღეს სხვადასხვა ორგანიზაციებს და სხვადასხვა პირებს ედავებიან. ასევე თვითონ საუბრობდა რომ ახ უცხო ქვეყნის ახლა ბამუკას და ბადრის არ ედება ბრალი გასაგები ამაში, მაგრამ სხვებს ხოს დებენ იქ ბრალს, არა? უცხო ქვეყნის ამ შემთხვევაში ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნებისათვის მიმართვასთან დაკავშირებით. თვითონ საუბრობდა რომ წინა ხელისუფლების დროს ასობით ადამიანთან დაკავშირებით მიმართავდა და შესაბამისი ზომების გატარებას ითხოვდნენ კონკრეტულად ამ პირებთან დაკავშირებით. ასევე დაიკითხა წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი, პოლიტიკური თანამდებობის პირი ნიკოლაიშვილი დაიკითხა, რომელიც იყო გენერალური შტაბის უფროსი და პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო, თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, რომელიც პრობლემას თურმე არ გრძნობდა ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის იყო, რა ქვია, დანაშაულებრივი იყო და ანტისახელმწიფოებრივი იყო, დაახლოებით ესეთი ფრაზეოლოგია იყო, მაგრამ ის რო დაინიშნა შესაბამისად მაღალ თანამდებობებზე, მაშინ მას პრობლემა არ ქონია. ხო ხედავთ რა როგორი ორმაგი სტანდარტია. ყველა ამბობს, თითქმის ყველა, ამ ყურეთ ბატონი შაქარაშვილის თუ არ ვცდები, ბატონი
შემთხვევაში ნიკოლაიშვილიც და სხვაებიც საუბრობენ რაზე რომ მათი სურვილია რომ საკონსტიტუციო სასამართლოთი ავიგრძალოთ. ყველა პარტია. ხო, მათი სურვილია რომ ავიგრძალოთ. ეს არის თავარი აქა. აი მათი სურვილია რომ ავიგრძალოთ, ხო რომ თუ მეკითხებით ახლა მტკიცებულებები და მტკიცებულებები არ არსებობს. რაღაცა ტელევიზორში მოსმენილი, შემდეგ ამობეჭდილი და ამ ყველაფერთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები. აი აქამდე მივედით. ანუ კომპილაცია რაღაცა საჯარო განცხადებების, რომელსაც თან ერთვის მათი რუსული პირდაპირი დაკვეთილი მოსაზრებები. დანაშაული შემცველი მტკიცებულება ვერ იარსებებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან მიმართებაში. ვერ იარსებებს ის მტკიცებულება, რაც არ ყოფილა. ასევე ბატონი ბიძინა გიორგობიანიც დაიკითხა. ანალოგიურად მათი სურვილია რომ არ გავწერიანდეთ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში, საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლის მოთხოვნა რაც არის, ანალოგიურად რომ რუსეთის წინააღმდეგია აღნიშნული ამ შემთხვევაში გაწევრიანების და მათი პოზიცია, ხო, აი ეს არის, ხო? მათი პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ზოგადად აქ საქმე რასთან გვაქიცით? ბომბეიდან ლონდონამდე. ზუსტად იმაზე, რაზეც ლაპარაკობდით რამფილზეც, ხო? გვირაბის გათხრასთან დაკავშირებით. აი ზუსტად აი ეს სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს აქ. აი ეს შეიძლება ვინმე თქვას, რომ შენ როგორც ადვოკატი საუბრობ, ან და ასე შემდგომ და აქედან გამომდინარე ხარ. ხალხო არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ეს ადამიანები დღეს ამ შემთხვევაში ბრალდების სკამზე იჯდნენ. აი ესეთი სიტუაცია. იქ კიდევ კითხვები იქნა დასმული დაუშვად სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით, რომელიც ზვიად გამსახურდიასთან და გვალიმაგიტასთან დაკავშირებით იყო. ასევე იმ სამოქალაქო ომის სიტუაციასთან დაკავშირებით, სადაც წარმოუდგენლად მძიმე პასუხები იქნა გაცემული და აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დღეს ბრალდებულები არიან მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და სხვა პირები. ეს შემიძლია რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი, ძალიან მსუბუქი შეფასება. არა, მსუბუქი შეფასება. ორმაგი სტანდარტი მსუბუქია, იმიტომ რომ გაცილებით მძიმე რამესთან გვაქვს საქმე. გაცილებით მძიმე რამესთან. მეკითხარით, ეს არის პირდაპირი დევნა. პირდაპირი დევნა ხარ, უნდა იყოს მეტი აგრძალვა, მოთხოვნა აგზავლის მოთხოვნაზე ამ შემთხვევაში დღეს გამალებული მოწმეების მხრიდან საუბარი რომ ასაგრძალები არიან და სურვილების თაიგული სასამართლოზე და არამტკიცებულებები. არაფერი არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეში, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეში, არსებობს ამ შემთხვევაში დღეს მოცემულობა და მტკიცებულება, რომ მიდიან საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლის წინააღმდეგ, პირდაპირ მიდიან ამასთან დაკავშირებით, პირდაპირ არიან ჩვენი ქვეყნის ნატოში და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგები და ეს არის პარლამენტი აქედან გამომდინარე, უნდათ ოპოზიციის და ამ შემთხვევაში პარტიების აკრძალვა. კი ბატონო, მეც აღმიძრე ეს ასოციაცია ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის თქვენც ახსენეთ ეს მონანიებაც გაიხსენეთ ხომ ეს ძალიან აღვიძებს ხოლმე ჩვენს ისტორიულ ცნობიერებას და ცოდნას მეტნაკლები ყველა საქმე ჩვენს აუდიტორიაში იმის თაობაზე რა ხდებოდა გასული საუკუნის 30-იან წლებში ხომ განსაკუთრებით ამ პერიოდში თორე სხვა პერიოდებშიც არანაკლები ხდებოდა რუსული საბჭოთა რეჟიმის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. მე მაინტერესებს აი ამ პროცესში თქვენ როგორ ფიქრობთ რა შეიძლება იყოს ხელჩასაჭიდი სამართლებრივად მოსამართლისთვის მაინც მივდივარ სულ იმ წერტილამდე სადღაც ხომ უნდა მივიდეს ეს საქმე იმიტომ რომ აბსურდული საქმე ჩვენ ბევრი ვნახეთ აი ამ პოლიტიკურ საქმეებში მაგრამ ეს საქმე აბსურდულობით მგონი არის პირველ ადგილზე ლიდერის საქმეა რეკორდსმენის საქმეა იმიტომ რომ მართლა საოცარ რამებს ყვებოდნენ დღეს კიდევ დამატებით ამ ხალხის გამოყვანით ამ ოდიოზური ფიგურების მედიის წინაშე დაყენებით კიდევ მთლიანად გაიხსნა ეს ფარდა და მგონი თუ კი ვინმე კიდევ არსებობს ისეთი ვისაც შეიძლება რამე ეჭვები ხონდა ყველას უნდა გაქარწყლებოდა იმიტომ რომ ეს ხალხი აღიარებულად ღიად რუსული ინტერესის გამტარი ხალხია ჩვენს ქვეყანაში ხომ აი რა შეიძლება ჩაეჭიდოს მოსამართლე ამ შემთხვევაში აი რაღაცას ხომ უნდა ჩაეჭიდოს ხომ მაინც სასამართლო ქვია აი ამ შენობას სადაც თქვენ იყავთ ნინო მოდით თქვენ ასეთი კარგი შეკითხვა დასვა და მადლობა ამ შეკითხვისათვის ხშირად მეთქვამს რომ თუ რამე გაგვაკვირვებს უკვე წარმოუდგენელი ისეთი რამ ხდება მაგრამ მსგავსი სისხლის სამართლის საქმე ხალხო
არ ვიცი თუ სადმე არსებულა და იმიტომ მომყავს პარალელები 37 წელთან. ჩემთვის 37 წელი გაცოცხლდა დღეს. მე დღეს 37 წელი დავინახე. თუ რა ხდებოდა მაშინ 37 წელს დღეს და ამ საქმეში ზოგადად, იმიტომ რომ არ ბუნებაში არ არსებობს. აი ეს ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბი როგორ იკვრება? იქ ახსენეს USAID. ვერ იკვრება. USAID იქ ახსენეს. იმიტომ არის ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბი რომ ვერ იკვრება და ვერ ჩეკრა. როგორ კრავდნენ? კაია კალასი, ევროკავშირი, რას ყვებიან საერთოდ ამ წრეს როგორ კიცებულებები არ არსებობს და ერთ შემთხვევაში თვითონ გვეუბნებიან რომ USAID-თან, IRA-ისთან, NDI-ისთან, Soros-თან თანამშრომლობდნენ თვითონ თანამშრომლობდა ადამიანი და დღეს თურმე მათთან ყოფილა პრობლემები ამ შემთხვევაში მართთან ურთიერთობა. უცხო ქვეყნებს მიმართავდნენ და წინა ხელისუფლების დროს და ჰქონდათ კონტაქტები და რაღაც სიერს და დოკუმენტებს უგზავნიდნენ. შეხვედრები ქონიათ, რაზეც არის ახლა თურმე დახურულ კარს მიღმა შეხვედრები ქონდათო და უკასავად შეხვედრები ასე შევს დახურულ კარს მიღმა ღია კარებში შეხვედრები ან საჯარო შეხვედრები ის გაუგია. საერთოდ თუ რამე შეხვედრებზეა საუბარი თვითონაც საუბრობენ რომ მათაც ქონიათ ეგ ალბათ კაკაბაძესაც ქონია შეხვედრები სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან და წარმომადგენელთან. თქვენ მეუბნებით რა შეიძლება იყოს მტკიცებულება? საქმე მტკიცებულებების გარეშე. მტკიცებულებების გარდა იქ ყველაფერი შეიძლება ვნახოთ სურვილების კრებული, სურვილების ამ შემთხვევაში თაიგული. და პირველად ვნახე ნინო, რომ ადამიანის ბრალი წაუყენონ და ადამიანის მიმართ დაიწყონ დევნა, თუნდაც პოლიტიკური დევნა ჟესტიკულაციებზე ხალხო. ჟესტიკულაციების სისხლის სამართლის საქმე შევარქვი ამას. და ეს არის ჟესტიკულაციების სისხლის სამართლის საქმე. ხალხს ხელის ასე მოძრაობაზე თუ თავის მოძრაობაზე ედავებიან, მე მგონი. წარმოუდგენელი რამ ხდება. მსგავსი რამ არ მინახავს. მტკიცებულებები საქმეში შეუძლებელია იყოს და არ არის ამ საქმეში მტკიცებულებები. და არ შეიძლება იყოს ამ საქმეში მტკიცებულებები, თუ რომ დანაშაული არც მამუკას, არც ბადრის ბუნებრივი არ ჩაუდენე და მსგავსი რამ მტკიცებულებები არ იქნება. მესამე მამუკას და ბადრის მიმართ მესამე პოლიტიკური დევნაა. დღე არ წელი არ ყოფილა რომ პოლიტიკური დევნის ქვეშ არ ყოფილიყო ეს ადამიანები. პოლიტიკური დევნა სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური მიზნებისათვის. აი ეს არის და ეს ამ სისხლის სამართლის საქმეში მხოლოდ და მხოლოდ გამოკვეთილი და რა ვიცი, სხვა რა შეიძლება უნდა იყოს ითქვას, როდესაც საუბარია ნამდვილად ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრაზე, აი ამაზე არის საუბარი. ფინალში აუცილებლად ვთქვათ, რომ ის რაც მაგალითად ახლა შაქარაშვილისგან მომხდა, შაქარიშვილისგან მომხდა ყურში ასეთი რამ მან თქვა, რომ დიახ ეს ხალხი მიდიოდა და საქართველოს საკუთარი ქვეყნის ინტერესის წინააღმდეგ ითხოვდა მაგალითად სანქციებს. არავის არ მოუთხოვია სანქციები არავის წინააღმდეგ გარდა ოლიგარქისა და მისი ვერტიკალისა და რომ არა საქართველოს საზოგადოება და მის წარმომადგენლები, როგორც ოპოზიციური პარტიები, ასევე არასამთავრობო სექტორი, ასევე მედია, თუ კი ვინმეს ქონია სადმე შეხვედრა, რომ არა ეს ხალხი დღეს საქართველოს აღარ ექნებოდა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში. ამ ხალხზე დგას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა, თუ კი ვინმეს უნდა სიმართლე გაიგოს. არანაირი მტკიცებულება საერთოდ რომ დაუშვათ ვეკითხებოდით ხო ან ბადრიმ და მამუკამ ხო საუბრობენ მოითხოვა სანქციები ვინმეზე ან ჯგუფზე ამ შემთხვევაში არა აქვთ და ვერც ეკნებათ. ნუ საჯარო სივრცეში ალბათ სადღაც უთქვამთ რომ ეს კარგი იქნებოდა. და ეს რომც ასე რომ იყოს ლევან ეს რატომ არის საბოტაჟი? როდესაც ისმის კითხვა, როდესაც არის ამ შემთხვევაში განცხადება, ბუნებრივი უნდა დაისვას კითხვა. სად, როდის, როგორ, რა ვითარებაში? მსგავსი რომ არ არსებობს ხალხი. ეს არ აქვს დოკუმენტირებული რომ საბოტაჟის და მეცაც გეტყვით პირველად ვნახე რომ პირდაპირ მტკიცებულებები არ იყო საქმეში პოლიციელებიც და მოწმებიც რომ მოყავთ რომლებიც საუბრობენ ჟესტიკულაციით მოძრაობაზე ამ საქმეში და ჟესტიკულაციის ენაზე. ისინი საუბრობენ საკუთარ აღქმაზე ამ შემთხვევაში ჟესტიკულაციებთან დაკავშირებით, რომ ეს დაუშვათ ხელის მოძრაობა შესაძლოა, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ახლა ხელი ხო არ საუბრობს. მეტყველი ხო არ არის ამ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე თავის აღქმებზე საუბრობენ. აქაც დღეს ვნახეთ ბუნებრივი აღქმები და სურვილები, რომ გაქრეს საქართველოში ოპოზიცია. გააქრეს ოპოზიცია. არ არსებობდა საქართველოს 60 აღქმები, ამაშია პრობლემა. ეს არ არის გულწრფელი აღქმები, ეს არის ნაკარნახევი აღქმები. ბუნებრივია, მაგაზე არის საუბარი. კიდევ დამატებითი პრობლემა აქ ეს რომ იყოს კიდევ ბუნებრივია, ამაზეა საუბარი, მაგრამ როდესაც საუბრობ, როგორ შეიძლება აღქმებზე იყოს და როგორ შეიძლება ადამიანს ასამართლებდე აღქმებით. როგორ შეიძლება აღქმებით ასამართლებდე ადამიანს?
აი ამაზე არის ჩვენ უკვე საუბარი. მე რამდენიც საუბრობთ ამ ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის საქმეზე ფაქტობრივად სხვადასხვა დროს ბევრი სხვადასხვა ბრალდებულის ადვოკატი ყავდა ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური ლიდერის და გამაოგნებელია ყოველი თქვენი თუ თქვენი კოლეგის კი ბატონო გათქმევინებთ თქვენი კოლეგის აი განმარტებები ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით რომელიც მიზნად ისახავს ყველა ფაქტობრივად პოლიტიკური ლიდერის ციხეში უკან ჩასმას. აღვარეთ ახლა მაგალითისათვის ისე თქვაც მინდოდა ნინო ბადრი ჯაფარიძე რომელიც უზენაესი საბჭოს წევრი იყო გვალიმაგი და თავისუფალი საქართველოს წევრი რომელიც დაამხეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს და საქართველოს გაიმეტეს მაშინ სასიკვდილოდ ხო წარმოგიდგენიათ რა მძიმე სიტუაცია იყო მაშინ და გადატრიალება 90-იანი წლების დღეს იგივე ბადრი ჯაფარიძეს ედავებიან აქ ხალხმა ხო წარმოგიდგენიათ და მე ვინები ედავებიან ნახეთ გადაავლეთ ამ ყველაფერს ბიოგრაფიას თვალი და ნახეთ ეს ყველაფერი და შეაფასეთ ეს ყველაფერი აი ამაზე არის საუბარი თითქო თურმე იქ რო გადატრიალება მოხდა და რა გვალიმაგიდის შიდა შეუთანხმებლობის ბრალი ყოფილა და გვალიმაგიდის წევრების ყოფილი და მოქმედი წევრების ყოფილი ბრალი ყოფილა ხო აი ამაზე არის საქმე ისტორიის გამრუდება ადამიანზე დაბრალება იმის რის წინააღმდეგაც იბრძვის აი ეს არის ბომბეიდან და ლონდონამდე გვირაბის გათხრა და ეს არის 37 წლის ამ შემთხვევაში გაცოცხლება რასაც უყურეთ მძიმეა ეს სისხლის სამართლის საქმე ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ასე წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები და თუ რამ შეიძლება იყოს საბოტაჟი არის ამ სისხლის სამართლის საქმის წარმოება და ამ შემთხვევაში ამ ადამიანების ბრალეულობა ვინც არიან ჩემი მეგობრები მაგაზე არ არის საუბარი ამ შემთხვევაში მაგრამ როგორც ადვოკატი აქვს საუბრო როგორც ამ შემთხვევაში საუბრო ბუნებრივია როგორც ადვოკატი მაგრამ როგორც მოქალაქე ამ ქვეყნის ეს ქვეყნისთვის არის მძიმე და სხვა მეტი არაფერი მადლობა ლევან სამუშიას რომელიც გასხოვდა